გათხოვდით თუ არა კარგ მამაკაცზე, ან ხართ თუ არა კარგ ურთიერთობაში. აუცილებელი არ არის გათხოვილი იყოთ. თქვენ გათხოვდით კარგად, თუ თქვენ ყავთ ძვირფასი მანქანა და ეს თქვენი ნაყიდი არ არის. თქვენ გათხოვდით კარგად, თუ თქვენ ცხოვრობთ ძალიან კარგ სახლში, რომელიც რა თქმა უნდა თქვენი ნაყიდი არ არის. ხარჯავთ ფულს ყოველდღიურად, რომელსაც თქვენ არ გამოიმუშავებთ და არ ფიქრობთ, საიდან მოდის ეს ფული. ყიდულობთ ნივთებს, აქსესუარებს, ოქროს, სახლისთვის ნივთებს და თქვენ იცით, რომ ეს ფული სულ გექნებათ და თქვენი ქმარი ყველაფერს გიყიდით და ამაზე არ ფიქრობთ, არ წუწუნებთ. შეიძლება ეს არ იყოს ქმარი, იყოს საყვარელი, მაგრამ თქვენ მუდმივად ის ადამიანი გაძლევთ ფულს, მუდმივად ფიქრობს იმაზე, რომ ყოველ კვირა თუ 4 დღეში ერთხელ თუ 3 დღეში ერთხელ ფული მოგცათ სალონისთვის, თავის მოვლისთვის, ჩაცმისთვის, ჭამისთვის, დასვენებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თუ თქვენი საყვარელი ან ქმარი ესე არ იქცევა, უკაცრავად, მაგრამ ეხლა არავინ არ მითხრას, რომ მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ოკეი. მთელი ცხოვრება ამაზე ვღაღადებ, რომ ამ ადამიანი უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავისი ფულიც უნდა გქონდეთ, თქვენი სამსახურიც უნდა გქონდეთ, შემოსავალიც უნდა გქონდეთ თქვენი, მაგრამ თქვენ ფულს არ უნდა ხარჯავდეთ. როდესაც კაცთან ხართ, ჩემი მეუღლეს ვართმევ $10, როდესაც ეს ოჯახს ეხება. წარმოიდგინეთ. $10-ით რომ დამჭირდეს, 5-ით რომ დაჭირდეს, დრო დამაკლდეს $10 ან რაღაცა $16 დამაკლდა სიტყვაზე. ხო, ჯერ ისედაც მისი კარტა მაქვს მე, მაგრამ გამოვხარჯე და $10 დამაკლდა. არ არსებობს რომ ჩემი ფული დავხარჯო. ამიტომ მეგობრებო, რომელი ქმარიც ან საყვარელის თქვენზე არ ზრუნავს იმაზე, რომ გიყიდოთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სალონი, დაგასვენოთ ასე შემდეგ, თქვენ არ სცემთ პატივს საკუთარ თავს პირველ რიგში და არასწორი ადამიანი გყავთ გვერდზე. ეხლა არავინ არ დამიწეროს, რომ ფულში ბედნიერება არ არის, დიახ, ფულში ბედნიერებაა. სიყვარულო და არაფრის მაქნისი ძეგლი, რა ვიცი, ხა ძეგლი თუ გინდათ დაიდეთ სახლში და ისე კაცი აბა სხვას რაში გვჭირდება, ხო? ნუ კაცებთან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ქალებო, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ ბრილიანტებს არ გიყიდიან, უბრალოდ თქვენ არასწორი განვითარების გზაზეც გახართ.